ვახტანგ მეოთხის პერგამენტი, მოწყალების სიგელები და მე-16 საუკუნის ისტორიული დოკუმენტი, რომელშიც კანონებია აღნუსხული. უნიკალურ ხელნაწერებს ეროვნულ არქივში ამჟამად რესტავრაცია უტარდება. რა საინტერესო დეტალი აღმოაჩინეს მკვლევარებმა პერგამენტზე მუშაობის დროს, ნახეთ სოფო მაკაცარიას სიუჟეტი. ატარებ ნერვს და შევკერავ ბამბის ძაფით, რომელიც ძაფითაც იყო შეკერილი. ამ დოკუმენტის რესტავრაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ის ერთ-ერთია იმ 4 ეტრატიდან, რომლის აღდგენაც ეროვნულმა არქივმა ამ ეტაპზე გადაწყვიტა. უკვე 3 თვეა არქივის ლაბორატორიაში 4 პერგამენტზე მუშაობენ, რომლებზეც 5 ძველი ქართული დოკუმენტია მოთავსებული. მათგან ყველაზე დიდი და რთულად აღსადგენი 2 მეტრის სიგრძის პერგამენტის გრაგნილი ბიჭვინთის იადგარი აღმოჩნდა. მე-16 საუკუნის ამ დოკუმენტში კანონებია აღნუსხული. დოკუმენტის მიხედვით სხვადასხვა კლასის წარმომადგენლების სხეულის დაზიანებისთვის ბრალდებულმა სხვადასხვა ოდენობის ქონება უნდა გაიღოს. ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმისათვის, რომ დაედგინათ თუ როგორი სახის დანაშაული იყო ჩადენილი და რა სახის გადასახადი უნდა დაკისრებოდათ ამ თუ ჩადენილი დანაშაულისათვის. 4 პერგამენტიდან ყველაზე დაზიანებული ვახტანგ მეოთხის დროინდელი ეტრატი აღმოჩნდა. ამ პერგამენტზე 2 დოკუმენტია მოთავსებული. ერთი მათგანი მეფის მიერ გელათის ეკლესიისთვის ყმებისა და მამულის ჩუქებას ადასტურებს, ხოლო მეორე თამარ დედოფლის მიერ გელათისთვის 2 სოფლის გადაცემას. აქამდე ისტორიული დოკუმენტების ნუსხებში მხოლოდ ერთი მათგანი იყო შეტანილი. ეს ეროვნული არქივის ძველი დოკუმენტების საცავია. აქ მე-9-დან მე-18 საუკუნის ჩათვლით 11,000-მდე დოკუმენტია დაცული. მათი ნაწილი პერგამენტზეა შესრულებული. იმ 4 პერგამენტსაც, რომლის რესტავრაციაც ახლა მიმდინარეობს, საბოლოოდ სწორედ აქ შეინახავენ. ამ დოკუმენტთაგან 4 ხელრთვა, ანუ ხელმოწერა ახლავს, რომელიც წლის ბოლოს ეროვნული არქივის მიერ გამოცემულ კატალოგში შევა. დედოფალი თამარის ხელმოწერა ამ პროცესში აღმოჩენაა. აქამდე მკვლევარებმა ამ ხელრთვის არსებობის შესახებ არაფერი იცოდნენ. გადამუშავების პროცესში აღმოჩნდა ეს დედოფალ თამარის ხელრთვა და კარგი არის რომ მოესწრო, სანამ გამოსაცემად გადავცემდით ამ კატალოგს. 4 პერგამენტზე განთავსებული 5 დოკუმენტის რესტავრაციის პროცესი სულ მალე დასრულდება. ეროვნული არქივის საცავში მათ რამდენიმე დღეში გადაიტანენ.